ვატიკანოზე დავით ნოკლობიშვილი შემოგვიერთდა დილომშვიდობისა და გულსით მალე. დილომშვიდობის ღმერთმა გააკურთხოთ. მადლობა სტუმრობისათვის. საკვირაო სახარება უნდა მოვისმინოთ და განმარტოთ ჩვენს ეთერში იმისთვის, რომ მორწმუნებრეული მზად იყოს, როცა მივა მსახურებაზე და იცოდეს რომელი სახარება იკითხებოდა, წებია წინასწარი განმარტება ძალიან დაეხმარება ყველას. პირველ რიგში ვთქვათ, რომელი მახარებლებისგან საკითხავია და შინაარსი პირველ რიგში. ეხლა კვირას აიკითხება იოანეს სახარება, მე-17 თავის პირველი მე-13 მუხლები. რა თქმა უნდა, რა აზრი ექნება ჩვენს ღვთისმსახურებას და ჩვენს ჩართულობას მსახურებაში, თუ შინაარსი არ გვეწოდინება. ჩვენს რა თქმა უნდა, ხა ბოლომდე ვერ ვიტყვით საქმეს, რაც არის ეს მზარდი პროცესია და ალბათ მომავალში ამ დროს კიდევ უფრო მეტად ვიტყვით და მთელი ცხოვრების განმავლობაში მოგვეცემა ღრმა შემეცნება სახარების მიმართ, მაგრამ ამ ეტაპზე რასაც ვიტყვით, ალბათ ესეც ჩვენთვისაც კარგი იქნება, მსმენელებისთვისაც, როცა ვასწავლით ჩვენ ვსწავლობთ და უფრო დაუახლოვდებით სახარების სულს. ეხლა კვირა დღე, რომელიც მოიწევა, ეკლესიაში იქნება პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამების ხსენება და ზოგადად ეკლესია იხსენიებს გამარჯვებას მე-4 საუკუნეში არსებულ უფრო მეტად ერესებზე, მწვალებლობებზე, რომლებიც ეკლესიას უტევდნენ. ხსენებად პირველი მსოფლიო კრება შედგა ქალაქ ნიკეაში 325 წელს, 318 წმინდა მამა ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ ჩვენი საყვარელი გამორჩეული წმინდანები, წმინდა ნიკოლოზი, წმინდა სპირიდონ ტრემიფუნტელი და აი მამებმა დაადგინეს ამ ძეგლის სახით გადმოგვცეს ჩვენ წმინდა სარწმუნოება, სწორედ პირველ მეორე მსოფლიო კრებაზე განისაზღვრა მწამსი ფორმით, როგორი ფორმითა ჩვენ დღეს გვაქვს, სადაც აბსოლუტურად ყველაფერი მოკლედ არის გადმოცემული, თუ როგორ უნდა გვწამდეს, რა უნდა გვეჯეროს და როგორ უნდა გადავრჩეთ და ბუნებრივია აი ის ესე ვთქვათ ბრძოლის პერიოდი, რომელიც ეკლესიას ელოდა მე-4 საუკუნეში, ყოველთვის ბრძოლაში იყო ეკლესია, დღესაც ბრძოლაშია და როცა ბრძოლაშია, მაშინ ძლიერდება ეკლესია, ჩვენ მებრძოლი ეკლესიის წევრები ვართ, მაგრამ მე-4 საუკუნე გამორჩეული იყო იმით, რომ აი დამთავრდა რა მოწამეობრივი ეტაპი ეკლესიაში, ხელისუფლების სათავეში, როდესაც მოვიდა ქრისტიანი იმპერატორი კონსტანტინე, გამოსცარა მილანის ედიქტი, მერე უკვე ბოროტმა შეცვალა თავისი ბრძოლის მეთოდი ეკლესიაზე და დაიწყო არასწორი სარწმუნოებების გავრცელება. სახარებიდან ჩანს, რომ უფალი დიდად ზრუნავს ამაზე და პირდაპირ, ესე იგი, საუკუნო ცხოვრებას უკავშირებს წმინდა სარწმუნოებას. გაქვს წმინდა სარწმუნოება მიყვები მას, ესე იგი, შენ გახარ ცხონების გზაზე. რა თქმა უნდა, თუ ეხლა რაიმე ისეთი არ გექნება საკუთარ თავში, ღმერთი სარწმუნოების მადლით გაცხოვნებს შენ და სწორედ აღნიშნული სახარებაც, რომელიც კვირას გაშერდება, ემსახურება იმას, რომ ჩვენ რწმენაში გავმტკიცდეთ და ვიცოდეთ, რომ ჭეშმარიტება მხოლოდ ერთია, როგორც ბრძანებს პავლე მოციქული, ერთ არს უფალი, ერთ არს სარწმუნოება, ერთ ნათლისღება. და როდესაც ხდებოდა ეკლესიიდან გამოყოფა იმ სამოციქულო სწავლებიდან, სამოციქულო და ქრისტეს ერთობიდან, ეკლესიიდან, რომელიც თავად ქრისტეს დაფუძნებული არის, ეკლესიიდან გამოყოფილი ყველა ირაცხებოდა როგორც მწვალებელი ერეტიკოსი, არასწორი სარწმუნოების მიმდევარი. იმიტომ რომ უფლის დაუოკებელი სურვილი არის ერთობა და ის კიდევაც ლოცულობს სახარებაში და ამბობს, რომ მამაო, როგორც ჩვენ ვართ ერთი, მინდა რომ ესენიც ერთნი იყვნენ. რა თქმა უნდა, ამ ერთობაში სარწმუნოებრივ ერთობას გულისხმობს. აღნიშნული სახარება არის ლოცვა, ქრისტეს ლოცვა, მას სამღვდელმთავრო ლოცვა ქვია. ქრისტე ლოცულობს მთელი ეკლესიისთვის, თქმა უნდა, მის გვერდში მყოფი და მისი მოციქულებისთვისაც, მოწაფეებისთვისაც და ყველა იმ მორწმუნისთვის, რომლებიც მომავალში იქნებიან თითოეული ჩვენთაგანისთვის. როდესაც უფალმა მოციქულები აზიარა, აი ამის შემდგომ უაყოლა ქრისტემ გარკვეული ქადაგებები და მოციქულებს სულიერი თვალები აღუხილა და სანამ ქრისტე გეციმანის ბაღში დაიწყებდა ლოცვას და ის ჯვარზე გავყრის გზაზე წავიდოდა, სწორედ აი ამ პერიოდში უფალი წარმოთქვამს ამ ლოცვას ყოველთა გასაგონად, რომ მოციქულებმა ეს ყველაფერი დაინახონ. უფალი ესეუნება მოციქულებს, რომ ამ წუთის სოფელში გექნებათ განსაცდელები, გექნებათ ჭირი. უფალს არ უთქვია, რომ განსაცდელები და ჭირი არ გექნებათ, მაგრამ ნუ გეშინიათ, რადგანაც მე უკვე დავამარცხე ეს წუთის სოფელი და აი ამის შემდგომ უფალმა აი ძალიან ძაფრად არის ეს ყველაფერი იოანეს მიერ გადმოცემული, საოცარი ნიჭი და მადლი ჰქონდა წმინდა იოანე მახარებელს. მან ისეთი
ქადაგებები და ლოცვები დაიმახსოვრა ქრისტესი, რომელიც სხვა ახარებლებმა ვერ შეძლეს. სხვა מחარებლები გარკვეულწილად უფრო მეტად მოვლენებს აღწერენ, ხოლო იოანე აღწერს ქადაგებებს, ლოცვებს, ღრმად გადმოგცემს ქრისტეს მოღვაწეობას თითოეული ჩვენთაგანის სულების გადასარჩენად და ესე ქრისტემ აღიხილა თვალებიზეცსა და თქვა მამაო, მოიწია ჟამი ჩემი, ადიდე ძე შენი. ამ ჟამში ქრისტე გულისხმობს თავის გამომხსნელობით მსხვერპლს, ისე საუბრობს უფალმა, თითქოს უკვე აღასრულა უკვე ეს დიდი მოვლენა ჯვარცმა, უფალში დრო არ არის, უფალს ხელისუფება ბუნებრივი ამგვარი საუბარი და ჟამი ჩემი მოიწია, ისე იგი რომ თავდება უკვე ქრისტეს ეს უდიდესი, ასე ვთქვათ, ღვაწლიანი და სისხლიანი და უფლიანი მოღვაწეობა, რომ ქრისტე უნდა გაეკრა ჯვარზე, მერე უნდა აღდგეს მკვდრეთით და დაჭდეს ამაღლდეს ეცა და დაჭდეს ეციური მამის მარჯვნივ და უნდა მიიღოს დიდება და პატივის ეციური მამისგან, რადგანაც მან თავისი მისია მართლაც შეასრულა და გამოგვიხსნა თითოეული ჩვენთაგანი. ადიდე ძე შენი, რაითაც ზემანცა შენმან გადიდოს შენ. ჩვენ ვიცით, რომ ყოვლადწმინდა სამების პირთა შორის არის დიდება, ისინი ერთმანეთს ადიდებენ. სახარების სხვა ადგილას ამბობს უფალი, რომ სული წმინდა მე განმადიდებს. არის ეპიზოდები, რომ მამა ძეს განადიდებს, ძე მამას და აი ეს ძალიან ხშირად ხდება წმინდა წერილში. რომ სრული სიყვარულით ჰარმონიული ურთიერთობა, არანაირი სუბორდინაცია არ არის წმინდა სამების პირთა შორის, სწორედ ამაზე არის აქ საუბარი. და ამბობს უფალი იმას, რომ მე მოვედი იმიტომ, რომ თითოეულ ადამიანს მივსე საუკუნო ცხოვრება და ეს არის ცხოვრება საუკუნო, რათა გიცოდიან შენ მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინე იესო ქრისტე. აი მარტო ეს რა ყოფილიყო ეს რო ეთქვა ქრისტეს რომ მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთის მცნობელობა არის გადამჩენელი, ზოგისთვის შეიძლება საჩიხში შემყვანებელი ყოფილიყო ეს, რადგანაც ჩვენ თუ არ გვეცოდინება თუ ვინ არის იესო ქრისტე, მისი პიროვნება, ასეც ვერ გადავრჩებით. არსებობს ესეთი მწვალებლობა, აღიარებენ ღმერთს, სამება ღმერთს, მაგრამ იესო ქრისტეს პიროვნებას ამახინჯებენ, არ ამბობენ რომ ერთი პიროვნება, ორი ბუნება. რომ ისე იგი ღმერთმა ადამიანობა მიიღო, ღმერთი განკაცდა, როგორც ბრძანებს იოანე მახარებელი, ვინც არ აღიარებს ქრისტეს ღმერთს ხორციელად მოსულს, ის არის ანტიქრისტეო. ამიტომ უფალი ესე მკაფიოდ ამბობს, ცხოვრება საუკუნო ეს არის, რომ ჭეშმარიტი ღმერთი შევიმეცნოთ, ყოვლადწმინდა სამება ღმერთი და რომელი მოევლინა იესო ქრისტე. და სწორედაც აი რაც თქვით, რომ ისე იგი პირველი მსოფლიო კრება გაიმართა და შედგა იმიტომ რომ იყო ესეთი სასულიერო პირი, პრესვიტერი, არიოზი, რომელიც ავრცელებდა არასწორ სწავლებას, რაც რა თქმა უნდა მიუღებელი იყო ეკლესიის სისავსისთვის და ეკლესიის წმინდა მამები ახდნენ ამის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, მეფე კონსტანტინე, რომელიც გაქრისტიანდა, მას არ უნდოდა რომ შფოთი და ბუნტი ყოფილიყო იმპერიაში, გადაწყვიტა რომ ყველა მართლმადიდებელი ეპისკოპოსი შეეკრიბა დედამიწის ყველა კუთხიდან, თვითონ იღებდა ხარჯებს ამისთვის. და ქალაქ ნიკეაში უკვე შედგა ეს კრება, როგორც ვთქვით, და წმინდა მამებმა წმინდა წერილზე დაყრდნობით და ერთ-ერთი ადგილი და კიდევ მრავალი ადგილი წმინდა წერილში ნათლად მოწმობს იმის შესახებ, რომ არანაირი დროითი ინტერვალი სხვაობა არ არის მამასა და ძეს შორის. აი ესეთ სიტყვებს ამბობს აღნიშნულ სახარებაში ქრისტე, რომ მამაო, მადიდე მე თავისა შენისა თანა დიდებითა მით, რომელი მაქვს უნდა წინაშე შენს და უწინარე სოფლის დაბადებისა. და ბუნებრივია ყოვლადწმინდა სამება ღმერთი ყოველთვის იყო, არის და იქნება, მათ შორის დროითი ინტერვალი სხვაობა არ არის და სამყაროს შექმნაში მონაწილეობს ყოვლადწმინდა სამება ღმერთი. ესე არ უნდა ვთქვათ, რომ ღმერთმა დროში შექმნა სამყარო, არამედ დროსთან ერთად შექმნა სამყარო და ყოველივე არსებული მასშინა. კიდევ რამდენიმე ასპექტი შეიძლება გამოიყოს აღნიშნული სახარებიდან, სადაც ჩვენ გვეძლევა სწავლება, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს სარწმუნოებრივ ერთობას და სადაც წარმოჩნდება ის, რომ მამა და ძე ერთნი არიან და სულიწმინდა ასევე. ამ კონკრეტულ სახარებაში მამისა და ძის ერთობაზე იყო საუბარი და მინიშნება. რომ მამაო, როგორც ჩვენ ვართ ერთნი, მინდა რომ ესენიც ერთნი იყვნენ. აი თვითონ ეს სიტყვები წარმოაჩენს იმას, რომ მამა და ძეს შორის არანაირი ესეთი სხვაობა არ არის, ისინი ერთნი არიან და საერთოდ უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენ ცოტა უჭირთ ხოლმე ამისი გაგება, რომ სამი პიროვნება არის სამივე თალსაკენ მომთ რომ ღმერთი არის, მაგრამ როგორ არის ერთი ღმერთი.
მხოლოდ და მხოლოდ ღმერთთან მიმართებაში შეიძლება ესეთი რამ მოხდეს, რადგანაც ღმერთი არის სრულყოფილება, არანაირი განსხვავება არ არის მამას ძეს და სულიწმინდას შორის, თვისებებს შორის, გამოვლინებებს შორის, ერთი ნება აქვთ, ერთი მოქმედება აქვთ. რიგ მომენტებში კი თქვა შეიძლება მამა მოქმედებს, ძე მოქმედებდეს, რიგ მომენტში შეიძლება სულიწმინდა მოქმედებდეს, მაგრამ მთლიანობაში ერთნი არიან და იმის გამო რომ მათ შორის არანაირი განსხვავება არ არის და აბსოლუტურად ერთნი არიან, ვერ ვიტყვით რომ ორი ღმერთი. როგორც კი ვიტყვით ორი ღმერთი, ისე რაღაც გაყოფა და ცვლილება უნდა შემოვიტანოთ, რაც ასევე არის, თქვა ვთქვათ, ერთ-ერთი მწვალებლობა, რომელიც ეკლესიამ მოიკვეთა, ღვთის პირთა შორის განყოფა. და აი ამ ლოცვაში კიდევ ესეთ რამეს ამბობს უფალი, რომ მამა უწმინდაო, რომელნი მომცენმე დავიცვენ ყოველნივე და გარდა ერთისა, გარნაძე იგი წარწმენდისა, რაითა წერილი აღესრულოსო. და მართლაც ქრისტესთან ვინც მივიდა და ვინც შეისმინა ქრისტეს სწავლების და მასთან ერთად ცხოვრობდა, მოღვაწეობდა, ყველანი ცხონდნენ, ყველანი გადარჩნენ, თანდათანობით ყველას შეეწია უფალი, ვიცით ჩვენ ეს სახარებისეული ისტორია, რომ თავად დიდი მოციქულების რწმენაც კი დამახინჯებული იყო, იგივე პეტრეს, იაკობის, იოანეს, რასეუნებიან, რომ პირველები გვინდა ჩვენ შენთან სასუფეველში ვიყოთ, იქ პეტრე სამგზის უარყო და პავლე საერთოდ დევნიდა ქრისტიანებს და ქრისტიანობას და ასე შემდეგ, მაგრამ თანდათანობით უფლის მოქმედება იქამდე მივიდა, რომ აი სრულყოფილი სარწმუნოება მიანიჭა მოციქულებს, რითაც რა თქმა უნდა ისინი გავიდნენ სამშვიდობოს და დაასხდნენ 12 საყდართა განშეთ 12 ტომთა ისრაელისა და ხოლო ადამიანის თავისუფალებიდან გამომდინარე წინდაწინვე დაინახა სულიწმინდამ რომ იუდა ესეთ არჩევანს გააკეთებდა, მას არ მოეწონებოდა ესეთი თავმდაბალი და ესეთი მოსიყვარულე და ესეთი გარეგანი ცხოვრებით გლახაკი ქრისტე, რომელმაც ნეფსით შეგნებულად აირჩია ესეთ გარეგანის სიგლახაკე საქადაგებლად, რომ ვინმეს ესეთი ორიენტაცია მასი არ დაემყარებინა, რომ აი ჩემ დიდარი ღმერთი მეფე გვინდა, ეს იმდროინდელი საზოგადოების უდიდესი საცდური იყო და თავისთავად იუდა დაიღუპა, არა იმიტომ რომ ღმერთმა ესე ინება, თავად იუდა მინება ესე და ღმერთმა ესე არ ინება, რომ რაღაც ავტომატურ რეჟიმში რობოტულად, კომპიუტერულად რაღაცა თავისი ჩაედო იუდაში. იუდამ ესე გადაწყვიტა, თუმცა ქრისტე ელოდებოდა იუდას სინანულს და იუდამ საკუთარი სიცოცხლე თავადვე მოისწრაფა. იუდას რომ ესე თვითმკვლელობით არ დაემთავრებინა თავისი ცხოვრება, დარწმუნებული ვარ თანდათანობით უფალი ესე წვეთობით მას შეაგონებდა და თავისი ცხოვრების ბოლოს მაინც ჩავარდებოდა სინანულში და ისიც გადარჩებოდა, მაგრამ ნუ ვერანაირი ბერკეტი ვეღარ აღმოჩნდა იუდასთან მიმართებაში, რომ ის გადარჩენილიყო. და უფალი ამბობს, რომ მამა უწმინდა უაწმე შენთან მოვალ და მინდა რომ ესენი დაიცვა შენი წმინდა სახელი. და აი ამ პერიოდს ძალიან ეთანადება სახარების ეს ადგილი, რადგანაც ქრისტე უკვე ამაღლდა ზეცაში ჩვენ ველოდებით სულიწმინდის გარდამოსვლას და რა უნდა იყოს ჩვენი ნუგეში. სწორედ ქრისტეს ეს ლოცვა, რომ მამა უწმინდაო დაიცვენ ესენი სახელითა შენითა. და უფალი ამბობს, რომ მე ამ ლოცვას ვიტყვი ხმამაღლა, იმიტომ რომ გაიგო თქვენ ყველა, რომ თქვენი სიხარული იყოს სავსებით. უნდა ითქვას ის, რომ წმინდა სარწმუნოებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, სწორედ აი ამას ეძღვნება აღნიშნული დღე და აღნიშნული სახარება. სახარების სხვა ადგილიდანაც უნდა მოვიხმოთ რამდენიმე ეპიზოდი ციტატა, რომლებიც კარგად წარმოაჩენენ იმას, რომ რაწამსაც შენ გახვალ ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან, ეკლესიის ერთიანობიდან, მაშინ უკვე ხდები ერეტიკოს მწვალებელი და უკვე ყოველგვარ საშუალებას ამერთობიდან როცა გადიხარ. კი, კარგა უკვე ცხონების, ამიტომ ამბობს უფალი და ამბობს თქონდა ეკლესია, რომ ცხონდება მხოლოდ წმინდა სარწმუნოებაში მყოფნი, მაგრამ ჩვენ ყველაზე მეტად მოგვეთხოვება და მოგვეკითხება იმ ყოველივეს დაცვა, რაც უფალმა გვითხრა. შეიძლება ის თქვა სხვა, ასე თქვა, არა მართლმადიდებელი, როდესაც გავალ ჩვენ არადისობაში ჩვენზე წინ აღმოჩნდნენ. ასე რომ ზოგისთვის, ანუ ადამიანი, რომელიც არ ცხოვრობს ქრისტიანულად, ეს ყველაზე მეტად ესეთი ადამიანი შეიძლება დაისაჯოს უკვე არსებული სიტუაციიდან და რეალობიდან გამომდინარე. აი მაგალითად ესეთ რამეს
ამბობს მინდა იუდა მოციქული, ოღონდ არა რა თქმა უნდა ისკარიოტელი, რომლის ეპისტოლეც არის ჩართული ახალ აღთქმაში, ერთი კათოლიკე ეპისტოლე, რომ იღუწიდით ერთგზის მოცემულის და მისთვის წმინდის და სარწმუნოებისაო. ესე იგი, ერთგზის მოგვეცა სარწმუნოება და ამას დაცვა ჭირდება. ვერც ვერაფერს ვერ დავაკლებთ, ვერც ვერაფერს ვერ გამოვაკლებთ. ამის შესახებ ძალიან მკაცრი მითითება არის წმინდა წერილში, ვინც გამოვაკლებსო, მოაკლდეს მას იმ სიხარულისგან, რომელიც იქნება სასუფეველში, ხოლო ვინც დაამატებს, დაემატოს ის წყლულებები, რომელიც აპოკალიფში არის თუნდაც აღწერილიო და უფალით საუბრობს, რა თქმა უნდა, სახარებაში ამის შესახებ. სხვა არის ახლა ფორმულირება, თქვათ, და უფრო მკაფიოდ რომ გადმოიცეს აზრი, რაც მოხდა მე-4 საუკუნეში ნიკეის მსოფლიო კრებაზე. იქ ვიცით, რომ ძალიან დიდი კამათი იყო, ასე ვთქვათ, ქრისტეს თანაარსობასთან დაკავშირებით. როგორ ტერმინით უნდა გადმოიცათ ის, რომ ძეღმერთი თანასწორი არის მამისა და იქ როგორც ვიცით, წმინდა ათანასემ თქვა ესეთი საოცარი ტერმინი თანაარსი. ძეღმერთი არის თანაარსი, თანასწორი მამისა, რამაც უკვე განსაზღვრა მამისა და ძის ერთობა და რომ მათ შორის არანაირი სუბორდინაცია არ არსებობს. სახარების ერთ ადგილას უფალი მოციქულებს ეკითხება, რას ფიქრობთ თქვენ, ვინ ვარ მე? ვიცით, რომ აი საუკუნო ცხოვრება სწორედ იმაზე გადის, რომ ვიცოდეთ, ვინ არის იესო ქრისტე. და სამწუხაროდ ბევრმა არ იცის იესო ქრისტეს პიროვნების შესახებ, რომ ის არის მარადიული ღმერთი, თანასწორი მამისა და რომ ის მოვიდა თითოეული ჩვენთაგანის გადასარჩენად, შეიმოსა ადამიანობა და სწორედ აი იმ ადამიანობით აღდგა მკვდრეთი და ამაღლდა ზეცად და აი სიტყვები, რომელიც დღევანდელ სახარებაში იყო, საკვირაო სახარებაში გაჟღერებული, რომ მამაო, მომეცმე ხელმწიფება ყოველთა ხორციელთაზე და მამაო, მადიდე მე შენ თავისა შენისათანა დიდებით ამით. ეს ყველაფერი მიემართება ადამიანურ ბუნებას, თორემ ძეღმერთი ყოველთვის განდიდებულია მამის მიერ, ზოგადად ღმერთის ხელში არის ყველა არსება, ხილული და უხილავი, მაგრამ ის რომ ყველა ხელმწიფება გადაეცა ძეღმერთს, ეს მიემართება უკვე განკაცებულ ძეღმერთს და ძალიან სასიხარულო არის ის, რომ ჩვენებური აი ეს ბუნება, ადამიანობა უკვე მოსია ქრისტეს, მას არასდროს არ მოიშორებს და აი ეს ეციური მამის მარჯვნივ არის მჯდომი ჩვენი აი ეს ადამიანური ბუნება და თუ გვინდა რომ ჩვენს აი ეს სახარებაში ბოლოს როგორც იყო, რომ ეს სიხარული სავსებით გქონდეს, სწორედ ამ წმინდა სარწმუნოებაში უნდა ვიყო და უნდა ვიცოდეთ ვინ არის იესო ქრისტე, რომ ის არის ღმერთი და რომ მის წინაშე გვმართებს მოგწალება, მისი სიტყვების შესმენა, მის წმინდა ეკლესიაში, წმინდა სარწმუნოებაში მყოფობა, მის საიდუმლოებებში ჩართულობა, ყოველდღიურად სინანულის გამოხატვა, ხშირად აღსარების ჩაბარება და სწორედ აი ამითი გადავრჩებით და ვცხონდებით. აგრეთვე სახარების სხვა ადგილას უფალი ფარისეულებს ეუბნება, რას ფიქრობთ თქვენ ქრისტესზე, ვისი ძე არის იგი? და ფარისეულები ეტყვიან დავითისეო. ისინი ხომ მიწიერად უყურებდნენ ყოველივეს და მეფეს ელოდებოდნენ და ქრისტეში მეფის დანახვას ცდილობდნენ. მაგრამ უფალმა დაამხო მათი ეს სრულ სარწმუნოებრივი ხედვა და უთხრა, რომ ქრისტე არის ღვთის ძე, ხორციელად დავითის ტომიდან მოვიდა, მაგრამ არის ის ღვთის მამის, მარადული მამის ძე, თანასწორი მისი და ამისთვის მოყავს ფსალმუნის სიტყვები. რქვა უფალმა უფალსა ჩემსა, დაჯეთ მარჯვენით ჩემსა, ის დავსკნებ მტერნი შენი ქვეშეფერხთა შენთან. და ნუ მრავალი ეპიზოდი შეიძლება მოვიხმოთ ჩვენ წმინდა წერილიდან და ეს ყოველივე ადასტურებს იმას, რომ წმინდა სარწმუნოების გარეშე შეუძლებელია გადარჩენა და რა ხდება ახლა სხვა სიტუაციაში, როცა არ ხარ შენ მართლმადიდებელი. ადამიანი, რომელიც ვერ ახერხებს საღვთო ჯულზე მორგებას, რომ უარყოს საკუთარი თავი და მართლაც არ არის მარტივი ახლა მართლმადიდებლობა, არამართლმადიდებლობა უფრო რთულია, რა თქმა უნდა, მაგრამ მართლმადიდებლობაც გარკვეულ ღვაწლზე გადის საკუთარი თავის უარყოფაზე, ეს არის ჯვარცმის ხსნა. ვიღაცებს არ მოეწონათ თავის დროზე, ვერ დაიჯერეს, რომ მართლმადიდებლობა ჭეშმარიტი იყო და შექმნეს თავიანთი მოძღვრება. და ძალიან ხშირ შემთხვევაში ესენი იყვნენ ეკლესიიდან გამოყოფილი სასულიერო პირები, იგივე არიოზი, იგივე ნესტორი და ასე შემდეგ. და საერთოდ უნდა ითქვას ისიც, რომ თვითონ მოციქულებსაც კი უჭირდათ იმის დაჯერება, რომ იესო ღმერთი იყო. არ იყო მარტივი ამისი დაჯერება, იმიტომ რომ ერთის მხრივ მათ წინაშე ადამიანი იდგა, მაგრამ მეორეს მხრივ ისინი ხედავდნენ, რომ ეს იყო
განსაკუთრებული რაღაცა ძალის და თვისებების და სიყვარულის მატარებელი და თან ისიც იცოდნენ რომ მესია უნდა მოსულიყო და ფიქრობდნენ რომ არის თუ არა ის ვისაც ველოდებოდით და საბოლოოდ აი ეს მათი რაღაცა თავდაპირველად დაბიორ წმენა ელემენტარული ხო შუტავი პატროკევით თითქოს ესე ყოფილი წმენა ქრისტემ დოგვის მარცვალევით ხო გაზარდა და საბოლოოდ მოციქულებით გებიან უდიდესი რეალობის წინაშე უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი და ეს სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ უკვე საიდუმლო მოციქულებისთვის აღარ არსებობდა მათ ამოხსნეს სრული საიდუმლო ღვთის განკაცების თუ როგორ უყვარს ღმერთს ადამიანი და სარწმუნოების სიღრმეებში ჩავიდნენ ისინი ასე რომ ვინც იქნება ეკლესიაში ის მიიღებს სრულ განცხადებულობას მინდა სარწმუნოების შესახებ და დროთა განმავლობაში ადამიანი ყველაფერზე აი რაც არის შეკითხვების საკუთარ თავში პასუხს მიიღებს. თუმცა მარტო ეკლესიაში ყოფნა არ არის მთავარი თავისთავად მამდავით როგორც წეღანახსენეთ შეიძლება ჩემზე წინ სხვა წავიდეს ის ვინც თქვა ტაძარში ხშირად არ დადიოდა არ ეზიარებოდა და ასე შემდეგ იმდენად ძლიერი აღმოჩნდეს მე საბოლოო ჯამში მისი რწმენა და მისი სარწმუნოება ვიდრე ჩემი ხომ როგორ უნდა მოხდეს ისე რომ ადამიანმა ის მადლი რომელიც ტაძარში ტრიალებს ეკლესიაში ერთსულოვნებაში ტრიალებს შეინარჩუნოს და არ დაკარგოს ყოველდღიური აი მართლა რასაც ვაკვირდები თითქოს დღეს უფრო მარტივი უნდა იყოს ქრისტესთან მისვლა, რომ აი სახლის გვერდით ტაძრები გვაქვს, ბიბლია ხელმისაწვდომი, ადრე სად იყო ამის საშუალება, არის ამდენი მოძღვარი, ამდენი წიგნები გამოცემული, ქადაგებები, ჩაწერდა რაზეც გინდა, რომელ დღესასწაულზეც გინდა, რომელ წმინდანზეც, რომელ ცოდვაზე, რომელ სათნოებაზე, აბსოლუტურად მეცნიერულ პასუხს მიიღებ ყველაფერზე, გვაქვს ბიბლიოთეკები. არავინ არ გვდევნის არ ყავს შაჰაბასები, ჯალალედინები, მურვანყრუები და დიოკლეტიანები და ასე შემდეგ, მაგრამ აუცი დღეს ალბათ სრულდება ის სიტყვები, რომელიც პავლემ თქვა პირველ საუკუნეში, რომ ბოლო ჟამსო ადამიანებს ექნება გულქვავობა, ამპარტავანება და ყველაზე მთავარი რისიც მე ძალიან მეშინია, რომ გარეგნული სახე ექნებათ ღვთისმსახურის და ღვთისმსახურების, მაგრამ შინაგანად იქნებიან მისი ძალის უარმყოფელნიო. აი ეს ნამდვილად შეინიშნება დღევანდელ საზოგადოებაში და უნდა გამოფხიზლდეთ. თუ გამოფხიზლდით საკუთარ თავსაც და სამყაროსაც შეუნარჩუნებთ, გაუხანგრძლივებთ სიცოცხლეს ამ წუთის სოფელში და ვიქნებით ისევ ამ ყველაფერში. ალბათ საინტერესოა ეს ხოვრებაც, ხო, ეხლა ასე ვიღაცამ რო გითხრას ამოუცებ ახლა 60-ში წაგიყვანა, შეიძლება არ დავთანხმდეთ, რომ აინც ეს გვინდა რომ ეს ყველაფერი გამოცდილება მოვიპოვოთ, მოდი ეს ვთქვა და მადლი მოვიპოვოთ, რომ მე იქ უფრო მეტი სისავსით წავდგეთ. ყოველდღიური ასე თქვა 8 წელი უნდა იყოს ჩვენთვის ქრისტიანობა, ყოველდღურად საკუთარი თავის უარყოფა და მცდელობა იმისა, რომ აი 21 საუკუნეში როგორ შევასრულო მე ქრისტეს სიტყვები, როგორ ვეზიარო უფრო გულმხურვალთ, როგორ მივიღო უფრო მეტი მადლი. ყოველდღურად მეც ამაზე ვფიქრობ და ვატყობ, რომ კიდევ ძალიან ბევრი მაკლია რა თქმა უნდა სრულყოფილებამდე, მაგრამ თვითონ ის რომ ჩვენ ვეცდებით და ვიღვაწებთ, რომ უკეთესები გავხდეთ, აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ყოველდღურად რაღაცა გავაკეთოთ და არასდროს არ ვიყოთ კმაყოფილები საკუთარი თავის და არასდროს არ დაკმაყოფილდეთ საკუთარი სულიერი მიღწევებით. ძალიან ხშირად კმაყოფილდებიან სულიერი მიღწევებით, რომ აი აღდგომას ეზიარებიან და ადამიანებს ინდისი აღარ აწუხებთ. მეორე აღდგომამდე არაფერი. ის მხოლოდ მიწიერი საქმეები და მიწიერი აზროვნება და მე ისევ გამოჩნდებიან, თქვათ, და რაღაც პერიოდამდე მარხვაში. უნდა ვეცადოთ, რომ უკვე მიღწეული სათნოებები დავიწყოთ, გუშინ ვეზიარი, მაგრამ დღეს თუ მე მაქვს საშუალება რომ ისე ვეზიარო, ისე თქვათ სახარება ვიყო, ხო, ისე უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ ეს რაც დაწერილია ბიბლიაში და რაც არის, ხო, ეს ერთ დღეში არის ყველაფერი, ხო, ერთ დღეში შეიქმნა ადამი და ევა და ერთ დღეში ჩაიდინეს სოდვა და იმავე დღეს გამოგვიხსნა ქრისტემ. ერთ დღეშიო, როგორც მამები გვეუბნებიან, ჩვენ განთიადიდან მიმწუხრამდე წმინდა იქნების კაციო. შეიძლება დილით რო გავიღვიძო, ყველაზე მეტად სოდველი ვიყო, ჩემი წინა დღიდან გამომდინარე. მაგრამ თუ მოვინდომებს, აღამოს შეიძლება სამყაროში ყველაზე მეტად სუფთა და წმინდა მე ვიყო ჩემი სინანულით. და აი სინანული არის ის ალბათ დღეს რაც ყველაზე მეტად გვჭირდება. და უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ სინანული არ გადის რაღაც ტრაგიკაზე, არ გადის უიმედობას. სინანულთან ერთად უნდა გქონდეს უდიდესი იმედი და უდიდესი სიხარული.
რადგანაც მონანულები დაიმკვიდრებენ სათავსუფლებს და სინანული არის ერთგვარი ხიდი ჩვენსა და ქრისტეს შორის და ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ დღეს ყველა მფარველობას გვირდება, დაზღვევას გვირდება, მშვიდობას გვირდება, ეს ყველაფერი ადამიანს მაინც ვერ აძლევს გარანტირებულ მშვიდობას და მფარველობას. როგორც ფსალმში წერია, შეეშინა შიში, სადა იგი არა იყო შიში. როცა ჩვენთან იქნება ქრისტეს მადლი და გარკვეულწილად ახლოს ვიქნებით ქრისტესთან, არ შეგვეშინდება. თუნდაც იმისა, რომ დღესვე მე დავტოვო წუთის სოფელი, მაგისიც არ შემეშინდება, რადგანაც მექნება შინაგანი წმენა იმისა, რომ უფალი არ დამტოვებს მე და როგორც შეიწყნარა ცოდულები, მეც შემიწყნარებ ჩემი სინანულით. დიდი მადლობა.